საღამომშვიდობისა, ყველას მოგესალმებით უდიდესი სიყვარულით. გუშინ ზუსტად ამ დროს, ანუ 9 საათზე ითიშება ხოლმე. აი მაჩვენა რომ ლაივში ვართ. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. რა არის ცნობიერება? მეგობრებო, ასევე უპასუხებ თქვენ კითხვებს. წინა კვირას ეს პოსტი რო დავდე, მე დავწერე რომ თუ კითხვები იყო უპასუხებდი და მოგროვებული მაქვს კითხვებს, ამასაც უპასუხებ. ასევე მინდა გითხრათ პირველ თებერვალს ვიწყებთ, ანუ ამ მარათონის მანამდე უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ თან ახალი წლის პერიოდი დაემთხვა, თან Facebook-ზე რეკლამა გათშული იყო, რეკლამას არ მუშაობდა და ანუ გადავდეთ, 1 თებერვალს სტარდება, რა არის ხა ეს მარათონი რისთვის არის? ანუ აი ეს იგივე ცნობიერების ჩამოსაყალიბებელი ტექნიკებია. მეგობრებო, ნახეთ როგორ რაღაცა არის საღამომშვიდობისა, აი კომენტარი გამოჩნდა, ძალიან ბევრი სიყვარულს გიგზავნით, მაგარია ლაივში ვარ. ანუ ეს ცნობიერება რა არის, ხო გაგიგიათ, ხო სიმდიდრის ცნობიერება, სიღარიბის ცნობიერება, ხო რა არის ეს, ხო აი რა არის სიყვარულის ცნობიერება, რა არის ღმერთის ცნობიერება, ხო რა არის მსხვერპლის ცნობიერება, რა არის, ხო აი ამაზე იყო ეს საუბარი. ძირითადად მაინც გამოირჩევა ეს ორი ტიპის ცნობიერება. არის ერთი ტიპის, აი ეს ნეგატიური, რომელიც არის მსხვერპლის ცნობიერება, ეს იგივე ქმნილების ცნობიერება და ამას შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა ეს ნეგატიური რაღაც ცნობიერებები. და პოზიტიური ცნობიერებები, რომელიც შეგვიძლია ერთში გავაერთიანოთ, რომელსაც შეგვიძლია დაუძახოთ ღმერთის ცნობიერება, შემოქმედის ცნობიერება. და ეს არის რეალურად, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ეს არის, ქრისტეს ცნობიერება ეს არის. რომ ადრე, ანუ ეს ცოდნა რაღაცის გამო დაგვავიწყდა ერთს, მაგრამ გენეტიკაში გვაქვს. ჩვენი წინაპრები ამას აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ სულიერი არსებები ვართ და მე მოყოლილი მაქვს ხო ის 100,000 მოწამეზე რომ არის. მეგობრებო, ძალიან დაბალ ხმაზე ისმისო? კარგით, ეხლა მაშინ მე აქ სადაც აქვს მიკროფონის ასაწევი. აბა მოიწერეთ, დაბალ ხმაზე ისმის? ჩემთან რავი მე მგონი აწეული დაბალ ხმაზე რა. მიკროფონს აქ დავიმაგრებ და კაი ხმა იქნება. მეგობრებო, ახლა როგორ ისმის? ეხლა ეს კარგად უნდა ისმოდეს. მიკროფონი არ მიგეთ. შიგნით ნახე აწეული აქვს და აბა ეხლა თუ ისმის? ეს ახლა კარგად უნდა ისმოდეს. ხო, დღევანდელი ჩვენი ამას მოგიყვებით ბარემ, ანუ ეს მარათონი, რომელსაც ვატარებთ 1 თებერვალს, გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ეხლა მოგიყვებით მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს მარათონს და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მერე ამ მარათონის მერე იმასაც ყიდით და რატო ვყიდით? ეხლა გეტყვით. რა მნიშვნელობა აქვს მარათონს, ანუ თვითონ რა მნიშვნელობა აქვს? მარათონი არის რა, რომ
მთელი ჯგუფი ერთდროულად აკეთებს ამ ყველა დავალებებს და ძალიან დიდი ენერგეტიკა ტრიალებს და ადვილია ამ ყველაფრის გაკეთება ადვილია. და ამას ქვია მარათონი, რომ ანუ ხალხი ჩართულია და ერთად რო აკეთებენ, ანუ ძალიან ადვილია რა, ენერგეტიკა ტრიალებს, ყველა ერთმანეთს ამხნევებს. ეს ამ მარათონი და მე ეს ცოდნა ხო რჩება ჯგუფში, აი მაგალითად ჰორმონების მარათონი, ხო? არის რამდენი 5-ზე მეტი ლაივ ვიდეოა და 30-მდე სავარჯიშოა. და ყველა ჰორმონების სავარჯიშოა, ანუ როგორ უნდა რები უნდა გავაკეთოთ, რომ ჰორმონები გამოგვეყოს. ეს ჯგუფთან ერთად ყველამ ერთად გაიარა მარათონის სახით. მაგრამ ეს ცოდნა ხო დარჩა, ეს ჯგუფიც დარჩა და ამ იმას ვარჯიშებს ისევ აკეთებენ, ანუ ჰორმონების სავარჯიშოებია, რა 4 ჰორმონია და ამ 4 ჰორმონის გამოყოფა, ხო? ეს არასდროს არ შეიცვლება. ეხლა როცა არ უნდა გავიდეს, სულ ესე იქნება, რა ეს გაწერილი აქვს ადამიანის ტვინში და ყოველთვის ერთ და იგივე რაღაცების გამო გამოიყოფა რა ეს ჰორმონები. და ნუ რა თქმა უნდა ეს ცოდნა რავი შეუფასებელია, ძალიან მაგარია ადამიანისთვის. და ეს ცოდნა დარჩენილი 100 ლარი ღირდა მარათონი და ეხა ამ ჯგუფში დამატებას ჩვეულებრივად 50 ლარად ვყიდით და სავარჯიშოებია რა ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანი დაემატოს და ის ვარჯიშები გააკეთოს, ვიდეოებს უყუროს, ყველაფერი არის რა. რეალურად ეხლა თქვენ ხედავთ, რომ ეხლა მე ასე ვიდეოებს და რაღაც ცოდნას გადმოვცემ, მაგრამ ესე ძნელია რომ რაღაცები გააკეთოს და ანუ ეს ჩართული ჯგუფთან ერთად რავი რა, კარგია. სამშვიდობის. ხო, რაც შეეხება მიფიქრე და გამდიდრდის მარათონს, ანუ რა არის, ხო? რა რისთვის იქნება ეს მარათონი? იქნება ეს ცნობიერება რო განვავითაროთ ჩვენთვის, ანუ ეს ფულადი ცნობიერება, იგივე სიმდიდრის ცნობიერება. რატომ, ხო? იმიტომ რომ რეალურად რაც ცნობიერებაც გვაქვს, ჩვენ იმას ვიზიდავთ ჩვენ. და მნიშვნელოვანია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რა აზრები უნდა დავატრიალოთ გონებაში. ნუ ერთი ეს, რა ცნობიერება უნდა შევიქმნათ და მეორე, ანუ სავარჯიშოების სახით ყოველდღიურ რაღაც განმეორებადი ქმედებები ჩვევებს ქმნის. იცით რომ ეს ტვინში ნეირონულ ანაბეჭდებს ტოვებს. ხო. მეგობრებო, მე კითხვები მაქვს, რაღაც კითხვებზე უნდა უპასუხო. ძალიან კარგია თუ. კარგად ისმის. წინა ვიდეოზე ძალიან იმ ოთახში არის ექო, ძალიან ექო, არაფერი არ დგას ოთახში რა და კედლები ექოს აძლევს და მე რო უსმენ ნახალ ჩემ ვიდეოს რომ მოусმინეთ, ცუდი მოსასმენია. ხო, და რა თქმა უნდა უკეთესია კარგი მოსასმენი. მეგობრებო, მოდით დღევანდელი ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, რამოდენიმე კითხვება იყო იმ კითხვებსაც უპასუხებ. და ნუ რა არის ცნობიერება, ხო? კითხვები იყო ესეთი რაღაცა, რომ ცნობიერებას მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს გაცნობიერებულობასთან თუ არის ეს მნიშვნელობაში და ანუ გაცნობიერებულობა სულ სხვა რაღაცაა. ნახეთ როგორ რაღაცაა მეგობრებო. რეალურად ჩვენ თუ არ ვიცით ჭეშმარიტება სამყაროს შესახებ, არ ვიცით ჭეშმარიტება ჩვენი ფიზიკური სხეულის შესახებ, თუ არ ვიცით ჭეშმარიტება ვინ ვართ რა რეალურად ვინ ვართ, ხო? მაშინ რაზეა საუბარი, ხო? ანუ რაღაც შედეგებს მივაღწევთ, მაგრამ რაღაც ნაწილობრივ. ეხლა აი ძალიან მაგარ ერაში ვცხოვრობთ, ციფრული ერა დაარქვეს ამ ერას. ძალიან ადვილია ინფორმაციის ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. მომავალში რა იქნება, იცით, მე ხანდახან ძალიან ვაჩქარებ ხოლმე რაღაცებს. მომავალში რა იქნება, იცით, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან ადვილად ვიტაცებთ რაღაცეებს. მომავალში იცი რა იქნება, როგორი ურთიერთობა იქნება, იცით, ყველა გააცნობიერებს, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანის ნაწილები.
რა თქმა უნდა, ანუ სულ სხვანაირი ურთიერთობები იქნება. ადამიანები უფრო იქნებიან გაცემაზე. და ანუ ეს გაცემის ის ძალიან ბევრი ადამიანი ეხლაც არის, რომ აი მაგალითად ძალიან სიამოვნებს გაცემა. და მოდი კითხვით დავიწყებ წინა პოსტის კომენტარებში იყო კითხვა, ესეთ კითხვა იყო. რა თქმა უნდა, ამ ცნობიერებასთან არის კავშირში და მოდი წავიკითხავ და თან უპასუხებ. ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში მშობლები როგორ დავეხმაროთ შვილებს? ძალიან ის არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლები როგორ ზემოქმედებას მოახდენენ შვილებზე. ანუ როგორი მიდგომა არის არასწორი მიდგომა არის, რა თქმა უნდა, რომ თავის ნებაზე ატარებენ შვილებს. რა თქმა უნდა, მშობლებს შვილები გონიათ თავის ის რა ქვია, თავის ხუშტურები რო გაისწორონ. ანუ ამისთვის ხო არ არიან შვილები. რეალურად შვილებს უდიდესი მისია აქვთ. რეალურად შვილებს შეუძლიათ მშობლების კარმა გამოასწორონ. ანუ თუ შვილებს ნახეთ როგორ რაღაცა რა მაგარი უდიდესი როლი აქვს შვილებს ნახეთ. თუ მაგალითად მშობლები რაღაც ანუ თავის რაღაც აქციელების გამო რაღაც ნეგატივი დაიგროვეს რა იმაში რა ქვია აურაში თუ კარმა თუ რაღაც არის რა შვილებს შეუძლიათ ეს იმას აქნა რა განეიტრალონ როგორ უნდა შვილებთან რა თქმა უნდა მშობლებს უნდა კონდეთ მეგობრული მიდგომა რა თქმა უნდა მიუდგეთ მეგობრულად ну ეს არის თავარი თუ მეგობრულად მიუდგებით ეს რისთვის არის იცით რომ არ ჩაიკეტონ შვილები მხოლოდ ესეთი მეგობრული ურთიერთობის შემდეგ რჩება გახსნილი და ეს არის რა გახსნილი უნდა იყოს თუ ჩაიკეტა შვილი და ну რა თქმა უნდა იცით რომ ძალიან რთულია ხო ეს რომ შვილი არ ჩაეკეტოს მშობელს და ну ერთეულებს გამოსდით ეს რო არ ჩაეკეტოს შვილი მშობელს, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და ნუ რო ესე რომ არ გააკეთოს შვილმა მეგობრები უნდა ვიყოთ. ნუ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ კიდევ მეგობარი რო ვიქნებით ეს ხო, მაგრამ შეიძლება მეგობარი ვიყოთ და მე ჩვენ ჭკუაზე ვატაროთ და ანუ ესეც არ უნდა იყოს, რა ჩვენ ჭკუაზეც არ უნდა ვიყოთ. ვატაროთ, ხვდები? შეიძლება ეს მეგობრული ურთიერთობა გქონდეს და მე ჩვენ ჭკუაზე ვატაროთ. და ანუ ესეც არ უნდა იყოს, რა ჩვენ ჭკუაზე თუ ვატარეთ, ანუ უბლოკავთ რა, მომავალს უბლოკავთ რა. შემოქმედებით რაღაც უნარებს უბლოკავთ. და ძალიან ცუდია. და ეს კომენტარებში იკითხეთ, რომ ვის ვირჩევდით, თოდა ეს ვაჟა ამონაშვილი არის, მე რაც მინახია საუკეთესოა, ძალიან კაი მიდგომები აქვს და მე როგორც ვიცი, ახლა ინერგება, მე მგონი რუსთავში ინერგება, ბაღებში ინერგება, მე მგონი შალვა ამონაშვილის მიდგომები და ძალიან კარგია, ამას რა ჯობია, ხო? აი რო უსმინოთ ისეთი მაგარი საუბრები აქვს. ხო. ეს იყო ერთი კითხვა, აბა კიდევ რატომ ხდება რომ თითქოს ადამიანი აცნობიერებს რაღაც სიტუაციებს, ყველაფერი კარგადაა და მე რო უცბად ისევ იმატებს ხოლმე პრობლემები. თითქოს ერთი და იგივე მეორდება. რამეს არასწორად ვაკეთებთ? იცით როგორი რაღაცა ანახეთ? რეალურად როგორი განცდა გაქვთ თქვენ რაღაცების მიმართ? ის სულ გამეორდება. თქვენ თუ პრობლემებს, როგორც პრობლემებს აღიქვავთ და ამ პრობლემებს როგორ უდგებით, რა როგორი განცდა გაქვთ ამ პრობლემების მიმართ, სულ იმას გაგიმეორებთ. და რა უნდა ქნათ, იცი ეს განცდა უნდა შეცვალოთ
და ეს პრობლემები კი არ უნდა დაუძახოთ. უნდა დაუძახოთ ან გამოწვევები, ან უნდა დაუძახოთ რაღაც სარგებელი, ან რაღაც იპოვოთ, როგორიც თქვენ ფსიქიკას უფრო კარგად მიუდგება. რეალურად რა არის, ხო? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენივე ფსიქიკა, ჩვენივე ეს ტვინი მოვატყუოთ. ხო, რატომ? იმიტომ, რომ იმას რაღაც პრინციპები აქვს. და ამ პრინციპების მიხედვით მოქმედებს. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს პრინციპები და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედოთ. ხვდებით, ხო? და რეალურად რა არის, იცით, ეს ყველაფერი რაც თქვენთან ცხოვრებაში მოდის იმიტომ, რომ გაგზარდოთ რა, გაგაძლიეროთ. და თუ თქვენ ესეთი მიდგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემაა და გაექცევით, ხო, თუ ეს განცდა გექნებათ, სამყარო გაგიმეორებ ამ განცდას. და სანამ ანუ ეს გაკვეთილია. ეს არის გაკვეთილი და მანამდე ვერ გაივლით ამ გაკვეთილს. სანამ ეს განცდა იქნება ნეგატიური. ხვდებით, უნდა გააცნობიეროთ და განცდა შეცვალოთ. რო გააცნობიეროთ, ან უნდა გააცნობიეროთ, ცნობიერად გააცნობიეროთ, ან რაღაც ვარჯიშებით შეცვალოთ განცდა. მაგრამ განცდას თუ შეცვლით, ფსიქიკას მოატყუებს და ნუ ტვინი გაუშვებს. ამ სურათს გაუშვებს და აღარ გაამეორებს და ცხოვრებაშიც აღარ მოვა თქვენთან. კიდე იგივე რაღაცა აღარ განმეორდება. აი კიდე ერთი კითხვა არის. ადამიანი თუ ხშირად იღებს საკვებად ხორცს, ეს როგორ მოქმედებს ადამიანზე? დაბალ ვიბრაციებში იქნება, ამაზე რას გვეტყვით? დიახ, რა თქმა უნდა. ნუ ჯერ გააჩნია როგორ ხორცს, ხო? ნახეთ როგორ რაღაცა. ეხლა არ ამგონია რომ ვიღაცა ჯერ ნუ ეხლა ოჯახში დაყოლული ხორციც რო იყოს, რავი მე არავის არ ურჩევ რა. აი ძალიან უნდა უჭირდეს ადამიანს რომ სხვა გზა არ ქონდეს რომ მას ხორცი იკვებოს. ხორცით ადამიანმა რაღაც პერიოდის მერე მოაშინაურა ცხოველები, ეს გამყირვანების და რაღაც პერიოდები იყო, რომ საკვები არ ქონდა რა. და ნუ რეალურად ხორცის ჭამით ვიბრაციები უვარდება ადამიანს, უფრო აგრესიული ხდება, უფრო ცხოველური ხდება. და ჩვენ აი სულიერ განვითარებაზე ვფიქრობთ და თუ გვინდა რომ ანუ სულიერად უფრო გავძლიერდეთ, უფრო გაიზარდოს ჩვენში აი ეს რაღაც სულიერი იმპულსი. აი ეს რავი არ უნდა დავჭამოთ, რა თქმა უნდა. ნუ ეს ჯერ ეს ხორცი და მე ეს ხორცი არის სადღაც საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი, დაბალზამებული და რაღაც არის ძალიან დიდი წლების შენახული. და ნუ არავინ არ იცის კიდე როგორ ანტიბიოტიკებზეა ის ცხოველები გაზრდილი და ნუ რა ემოციებს განიცდი და ნუ ამაზე ხო რა ვიცი რა და მე ვფიქრობ ცოტა ხანში შეიცვლება ესეც რა. რა თქმა უნდა უკეთესია თუ იკვებებით ახალ მოკრეფილი ხილით და ბოსტნეულით. ანუ ყველაზე მაღალ ვიბრაციული არის ხილი და ბოსტნეული. და ნუ რა თქმა უნდა ესეთი რაღაცეები რა ძალიან ბევრია ისეთ მე არ ვიკვებები მაგალითად ხორცს ძალიან დიდი ხანია უკვე ხარ ვიკვებები და რამოდენიმეჯერ ვცადე რომ მოხვდი რაღაც დაბადების დღეებიდან ეს რაღაცეებზე რომ მოხვდი ვცადე და ნუ რავი ძალიან არ მესიამოვნა სხეული რო გადაეჩვევა მე მონელებას ძალიან რავი დიდ დროს ანდომებს და მე მგონი რეალურად ვერც ვინელებ ბოლომდე. ხო, აქაური კითხვები მე მგონი მორჩა, ეხლა კიდე ერთი კითხვა. ზოგადად გაცნობიერებული ცხოვრება, თეორიულად ვიცი თითქოს ყველაფერი, მაგრამ ცოტა პრაქტიკაში გატარება ჭირს. თუ გვეტყვით რაღაც კონკრეტულ გზებს, უფრო ღრმად რომ ჩავიდეთ თქვენ ცნობიერში. მიხვდეთ სწორ და არასწორ მიმართულებას, რაზე უნდა ვაწარმოოთ დაკვირვება, რომ უფრო მეტი დაკვირვება ვიცხოვროთ. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის დამშვიდებით. ეს საკუთარი დამშვიდება გვჭირდება იმისთვის, რომ აი ეს დაკვირვების ძალა, ყურადღების ძალა განვავითაროთ.
ეს ყურადღების ძალა რისთვის გჭირდება? იცით რომ ინსტინქტური აღარ ვიყოთ და ჩვეულებრივად ჩვენი ცხოვრება ვმართოთ. მე რო ვიხსენებ, ხო, აი მაგალითად ჩემი მანამდე ცხოვრება, ანუ სანამ ამ დუმარების ვარჯიშებს გავაკეთებდი, იყო ინსტინქტური. რაღაცებს ინსტინქტურად ვაკეთებდი და მე ამას ვნანობდი რა, ეს რატო გავაკეთე, ის რატო გავაკეთე. ეხლა რო ვიხსენებ აი ეს ვარჯიშის მე, რაც უკვე რამოდენიმე წელია. დრო ვაკვირდები, საერთოდ აღარ არის, აღარანაირი ქცევა არ მაქვს ინსტინქტული, ყველა ჩემი ქცევა არის დაკვირვებული და რაღაცას რო ვაკეთებ, თან ამ დროს ყურადღებაც, ანუ დაკვირვებაა იმაზე, რას ვაკეთებ. და ყველა ქცევა თითქოს გაცნობიერებულია. ანუ ეს მოიტანა რა, ამ დაკვირვებამ უბრალოდ ვაკვირდებოდი ჩემ თავს. ოღონდ ეს დაკვირვება რომ ანუ რომ დაიწყოთ ეს დაკვირვება, შეატყობს რომ ძალიან დიდი ენერგია ჭირდება. დაკვირვებაზე პასუხისმგებელი არის თავის ტვინის უახლესი ნეოკორტექსი, ანუ სულ ზედა ფენა, ახალი ტვინიც ქვია, ვიზუალური ტვინიც ქვია, და ნეოკორტექსი ქვია. ვიზუალური ტვინი რატო ქვია? ანუ ვიზუალიზაციისთვის ეს ტვინი გვჭირდება. გვჭირდება იდეალების ფორმირებისთვის, ან ჩვენი მომავალი რო შევქმნათ. ხო, და ანუ ეს არის რა, და ეს დაკვირვება, საკუთარ თავს დაკვირვება, საკუთარ ემოციებზე დაკვირვება. ყველაფერს დაკვირვება, ანუ ამაზე მაგარი ვარჯიში არ არის რა. თვითგანვითარებისთვის, აი ეს ყურადღების ძალის განვითარების ვარჯიში. მაგალითად, აი ეს მეთოდში, მასტერ გასაღებში მე-6 სავარჯიშოა და იგივე ვარჯიშს, ანუ ყველა ფილმშიც არის საწვრთნელი დღე არის, რომ აცივარს უღებს და ეუბნება რომ დაიმახსოვრეო რა არის და მე ხურავს და უნდა თქვას რა არის. ანუ ამით კონცენტრირების უნარი, ყურადღების ძალა, ერთ-ეგივე ეს ვარჯიშდება. კიდევ მასტერ გასაღებში მეორე ვარიანტი ამის ვარჯიშის რაღაცაზე თუ რაღაცას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს ყურადღება გააღვიძებს ჩვენში ინტერესს. და ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გამოიწვევს და ეს არის ქმედება და საპასუხო ქმედება. და ანუ რაღაცაზე დაკვირვებით ჩვენ თავში ინტერესს გავაღვიძებთ. და ანუ მე დეპრესიაში რო ვიყავ რაღაცებს არ ვაკვირდებოდი, ეს მოყოლილი მაქვს. მე მგონა ენერგიის ხარჯვა იყო. რეალურად იცით რა არის? ადამიანს იმდენი ენერგია შეუძლია ქონდეს, რომ აი ვერ დახარჯავს. და ანუ პოზიტივში რო არის ადამიანი, ძალიან ბევრი ენერგია აქვს. ну რა თქმა უნდა დეპრესიაში როა და ნეგატივში როა უენერგიოდ რო გზნობს თავს, რაღაცების გაკეთება ძალიან უძნელდება, რაღაცაზე აი ეს ყურადღების ძალის აი ეს ვარჯიში, აი ყველაზე მეტ ენერგიას ეს მოითხოვს. რაღაცას რო აკვირდებით და მაგალითად აი ეს მე რო რაღაცებს გიყვებით, ამას ყურადღების ძალის აი ეს ვარჯიში ეს ჭირდება. და ნუ ისე დაიღლებით რომ მოსმენ აღარ შეგეძლებათ რაღაც მაქსიმუმ 9 საათის მერე იღლება ადამიანი და ეს ჩვეულებრივია რომ უნდა დაისვენოთ. და ანუ ეს არის რა, მდუმარებაში ყველას ანუ რითი დაიმშვიდებთ თავს, საკუთარი თავის დასამშვიდებელი. ანუ ეს მდუმარებაა რა, სხვა რითი შეიძლება დავიმშვიდოთ თავი მდუმარებით, მაგრამ თავს ვერ დავიმშვიდებთ ის თუ არ ვიცით რომ ჩვენ ეს ნეგატიური აზრების შედეგად ჩვენი ტვინი სულში ხშირებზე იწყებს მუშაობას და ჩვენ თუ აზრები ჩვენ თვითონ არ შევცვალეთ და თუ ჩვენ გონებაში ნეგატიური აზრია, ვერანაირად ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ. ის აზრი გაუცილებლად გასაშვებია. და ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ეს აზრი გაუშვათ რა. მოდით ახლა ჩატს გადავხედავ, მეგობრებო. მე მგონი ყველა კითხვებს უპასუხე. ახლა შევალ ჩვენ ჩატში. ყველას ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმებით.
ამ მშვიდობისა მისტიკა თუ არის კავშირში მენტალობასთან დაკავშირებასთან. მისტიკა რა არის? იცით? აი მისტიკას და ოკულტიზმს ადრე რასაც ეძახდნენ, ეხლა ეძახიან ეზოთერიკას. ეზოთერიკას, New Age ახალაზროვნებას, ანუ ეს რაღაცა, ანუ რა არის ეს, ხო, დაფარული ცოდნა. ანუ არაჩვეულებრივი ცოდნა. ანუ ამას ქვია. მინდა 30 ლარიანი მარათონში ჩართვა. 50 ლარიანი მარათონი არ არის, ჯგუფი არის ჰორმონების, სადაც არის ძალიან ბევრი სავარჯიშოები და ვიდეოები, 5 თუ რაღაც ვიდეოა და ერთი 30-მდე თუ 25 სავარჯიშოა. და მარათონი ახლა იფიქრე და გამდიდრდი იწყება 1 თებერვალს და იღებს 99 ლარი, გაგრძელება 2 კვირის განმავლობაში. ზოგადად ფსიქოლოგით შესწავლასთან მოდის თუ არა კოსმო ენერგიები თავის ვარჯიშებით. იოგა მინდა და მეთქვა, რომ არ ჩაიკეტოს უნდა მეთქვა. თორემ გაკრიტიკებით ბავშვის მას უკარგავთ, უნდა იყოს ალბათ. ნუ ვერ წავიკითხე ბევრი შოთა კომპლექსის ვარჯიშები გვასწავლე კომპლექსის მოსახსნელად. ანუ ესენი რაც წავიკითხე ხლა მეგობრებო, ვარჯიშები, ანუ კომპლექსის მოსახსნელად, ანუ საკუთარი თავის მართვა უნდა დავიწყოთ, მეგობრებო. ეს კომპლექსები არის საიდან, რომ რაღაცებს ვერ მართავთ, ხო, ჩვენ თავში და უბრალოდ საკუთარი თავის მართვა უნდა დავიწყოთ. საკუთარ თავზე დაკვირვება ძალიან დიდ შედეგს იძლევა მართლაც, მდუმარების ვარჯიშებიც და საკუთარ თავზე დაკვირვება. თუ სისტემატიურია, ძალიან დიდ შედეგს იძლევა. მადლობა შოთა ამ სიკეთესთვის. მადლობა შოთა, ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია თქვენი საუბარი, ყველა ჯერზე ახალი გააზრება მოდის ჩემში. ძალიან მაგარია. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. მოდი კიდე რაღაცებს მოგიყვებით ცნობიერებაზე. მეგობრებო, ნახეთ როგორი რაღაცაა. ეს ცნობიერება რა არის? რა არის სიმდიდრის ცნობიერება და რა არის სიღარიბის ცნობიერება, ხო? ანუ როგორი ცნობიერებაც აქვს ადამიანს, ეს იგივე მენტალური განწყობაა. ეს მაგალითად ჩვენ ქართულ ენაზე იგივე ხასიათია, ხო? ნუ თლად ხასიათი არ არის, ხასიათი უფრო ემოციების თითქოს ემოციების ერთობლიობას მიუთითებს. მაგრამ ეს არის რა. და ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ, აი მე მაქვს ჩატი რა და ამ ჩატში მეგობრებო, ნუ ეხლა ძალიან კარგია რომ ვეცნობით ძალიან ბევრ ინფორმაციებს, სხვადასხვა ინფორმაციებს. მაგრამ არის მეგობრებო შხამიანი ინფორმაციები, რომელიც ცნობიერებას წამლავს. და თუ ძლიერები არ ახართ მეგობრებო და თუ არ დაუხვედრეთ წინ სერიოზული ცოდნა, ანუ იმას გიზავთ რა მოგწამლავ და რაღაცა ცუდ რაღაცებს დაგაჯერებთ და ცუდია. და მე ჩვენთან ჩატში ამაზე იყო რა და უთხარ რომ ანუ ესეთი ინფორმაცია ყოველთვის იცი რა უნდა დაუხვედროთ მეგობრებო წინ რომ თქვენ ხართ სულიერი არსება. დაუხვედრეთ ეგ წინ და
ეგ არის ჭეშმარიტება. ცოტა ხანში ეგ ყველა მეცნიერება მივა აქამდე ჩვენი რელიგია მაგას იძახდა. აი უკვე ამდენი გასხივოსნებული ადამიანია ჩვენ საქართველოში ხო არის გასხივოსნებული ადამიანი. იმას მოусმინეთ მეგობრებო, რას იძახის. ვიდეოები, აი ძალიან ბევრი 50-მდე გასხივოსნებული ადამიანი საუბრობს. ვიდეოს ქვია გამოღვიძება, ერთ ვიდეოს ქვია. მეორე ვიდეოს ქვია სამათხი. და აი ძალიან ბევრი ვიდეოებია და უკვე მატულობს და ეს გამოღვიძებული ხალხი, ეს გასხივოსნებული ხალხიც ჩვეულებრივი მეცნიერები არიან, ზოგი მათემატიკის რაღაც მასწავლებელია, ზოგი მეცნიერია უნივერსიტეტში და ეს მეცნიერი ყვება რომ რაღაცა მათემატიკურ იმას გავყევიო რა. და მაგრამ აინტერესებდაო პასუხიო. რეალურად ყველა პასუხი არის ამაში, რომ ანუ ჩვენ რეალურ თავს პოულობთ რა. და რეალურად არის რა, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ცნობიერების ნაწილები. ყველას ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური ეს ცნობიერება, პირადი ცნობიერება, რომლითაც ჩვენ ინდივიდუალური არსებები გონია თავი. რეალურად რა ხდება? ღმერთი ჩვენით აცნობიერებს თავს. ხვდები და ჩვენით განიცდის ცხოვრებას. რეალურად ჩვენ რო ჭეშმარიტება ვიცოდეთ და რაღაც გზა არ გქონდეს გასავლელი, ალბათ ისეთ სასიამოვნო არ იქნებოდა ცხოვრება. მაგრამ ხო გადავალთ იმ საფეხურზე, ხა რო გავაცნობიერებთ ამას ყველას. და ალბათ მე რაღაც სხვა გამოწვევები იქნება, რაც უფრო დიდ სიხარულს მოგვიტანს, ხო? ანუ ყოველთვის იქნება ისეთი რაღაცა, რაც გაგვახარებს. აქედან გამომდინარე, ანუ ყველა ის იდეა და ის რაღაცეები, რომ ანუ რამე გვემუქრება, არის სისულელე, მეგობრებო. ანუ სულიერი არსებები ვართ და შესაბამისად უკვდავები ვართ. და არაფერი არ შეგვიძლია, რომ შეგვემთხვეს. ძალიან ბევრია ესეთი გასხიოსნებული ადამიანი, ერთეულები რო იყოს, მეგობრებო. ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა. ანუ მეც ახლა ანუ ჩემი მთელი ვარჯიშება, ეს ნუმარების ვარჯიშები არის მაგისთვის, რომ ანუ მივიდე მაგ მდგომარეობამდე, რომ რეალურად დავინახო ყველაფერი რა როგორ არის. ხო მატრიცაზე მეკითხებოდნენ კიდევ და მატრიცა მეგობრებო რა არის? ამ მატრიცას ჩვენ თვითონვე ვქმნით ჩვენივე სურვილებით. დავდეთ ამ სურვილებს რა. ანუ რეალურად მეგობრებო ნახეთ რა არის. ბედნიერი რო იყოს ადამიანი, უნდა აცნობიერებდეს რა არის ბედნიერება. ანუ ბედნიერების ცნობიერება უნდა გქონდეს. ნახეთ რა არის მეგობრებო. ბედნიერების ცნობიერება არის რა? ბედნიერების ცნობიერება არის რეალურად ბედნიერების ცნობიერება არის სიხარული ჩვევაში. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ აცნობიერებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. რატომ? თუ ადამიანი ბედნიერებას ეძებს რაღაც გარე ნივთებში და გარე ადამიანებში, ხო, გონია რომ რაღაც გარე ნივთები, ანუ იმ გარე ადამიანები მოუტანენ ბედნიერებას. ის უძიებაში იქნება და გარე ნივთები და გარეთ ადამიანი ვერ იპოვის ბედნიერებას. ბედნიერება არის ჩვენ შიგნით და რეალურად ბედნიერება ფიზიკურ სამყაროში არის სიხარული ჩვევაში. როგორც დეპრესია არის სტრესი ჩვევაში და შფოთვი არის სტრესი ჩვევაში. ადამიანს დილას რო ეღვიძება თუ შფოთი აქვს, ესე იგი მას სტრესი აქვს ჩვევაში. და ადამიანს დილას რო ეღვიძება და უმიზეზო სიხარულები რო აქვს. აი ეს უმიზეზო სიხარულები არის ბედნიერების განცდა. რეალურად ეს უმიზეზო სიხარულები კი არ არის. ეს სიხარულია ჩვევაში. და აი ჩემი აი მასტერგასწავლების კურს გავლილები ბევრი იძახიან, რომ აი ეს უმიზეზო სიხარულები აქვს. და ზუსტად ეს არის რა ბედნიერება, ეს არის სიხარული ჩვენებაში. ეს ჩვენი ტვინი ეგრეა აგებული, რაღაცას ბევრჯერ თუ გავიმეორებთ, მე იმას თავისით ამეორებს. და ჩვენ თუ სიხარული ბევრჯერ გავამეორებთ, მე ის სიხარულს თავისით გამეორებს. ხვდებით? ხო საინტერესოა, მეგობრებო.
ცოტა გასცილებული ვარ და მეხუთე განზომილებაში გადასვლას ალბათ ცნობიერების შეცვლა ნიშნავს. მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ ვინც ვერ გააცნობიერებს, რომ სულიერი არსებები ვართ, ისინი ვერ გადავლენ მეხუთე განზომილებაში, ან ახალ ეპოქაში, ან ახალ განზომილებაში, ან რაც ქვია ამას. მაგრამ ეს გადასვლა, ну, რავი, დიდი ხანი გაგრძელდება რა. ანუ რეალურად რა არის? რატომ ვერ გადავლენ? და ვერ გადავა ვინ? ვერ გადავა ის, ვინც ძალიან ბევრს ინერვიულებს და ნერვიულობის გამო, ნეგატივის გამო ვერ გადავლენ. თუ რამე ის კარები კი არ იქნება და ვიღაცა იმ კარებში კი არ იქნება ვიღაცა და იმ კარებში კი არ შეუშვებს ან არ შეუშვებს, ხო არ იქნება, ხო? ეს გადასვლა არის რა, რომ ვინც ნეგატივში იქნება, დედამიწის ვიბრაციები აი შუმანის სკალა როა, ხო? და ჩვეულებრივია და მანამდეც იყო და ეს მანამდე აპარატურა არსებობს და მაგის შემოწმება შეიძლება. რომ ყველაზე დაბალ ვიბრაციული არის ერთ ვიბრაციაში არის შიში, 1-3 ვიბრაციაში და ნეგატიური ვიბრაციები არის მაქსიმუმ 1-დან 5-მდე რა დაბალ ვიბრაციებში. მერე უკვე აი სადღაც 50-დან თუ 30-დან იწყება პოზიტიურები და ჯერ არის მადლიერება, რაღაც ენთუზიაზმი და ესეთი პოზიტიური განცდები. სულ მაღალ ვიბრაციულებია. და დედამიწის ვიბრაციები, ანუ ეს შუმანი იძახის, მეცნიერია. იძახის, რომ ადრეო ძალიან დაბალი იყო რა. იყო სადღაც აი ამ დაბალ აი 5-7 ვიბრაციებში. და ეხლა მოიმატაო და ავიდა სადღაც 30-მდე, ანუ ძალიან გაიზარდა რა. და თუ ძალიან გაიზარდა ეს ანუ ნიშნავს იმას, რომ ნეგატივის გამო ადამიანებს უფრო დიდი ზიანი მიადგებათ რა, ხვდებით? და ეს იქნება მეტი არაფერი. თუ რამე კარები კი არ იქნება და იმ კარებში ის ხო არ იქნება, ხო ვიღაც შეუშვებენ ან არ შეუშვებენ. მე თქვენი არსებობა მახარებს, თქვენი სახით საუკეთესო მრჩეველი მეგულება. ჩემთვის ბერს ნიშნავს თქვენი არსებობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. მეგობრებო, ჩვენ თუ ვიქნებით სიყვარულში, ჩვენ თუ ვიქნებით მაღალ ვიბრაციებში, ყველა გადავალთ, ხო? ანუ ვერ გადავლენო. ვინც იქნება ეს დაბალ ვიბრაციებში, რა, ვინც იქნება ბოხმაში, შურში და ესეთ იმაში. ეხლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ რა, ანუ ძალიან დიდი ნეგატივი ტრიალებს მეგობრებო და ნუ აი ეს არის რა. ამან უნდა დაგვანახოს, ამან უნდა გავგაძლიეროს და ეს დუალური სამყარო რა არის, ხო, რომ ეს სულ იარსებებს, ომი სულ აიარსებებს. მეგობრებო, ამაზე მოგიყევით, რომ აი მას ვაცნობიერებდი რა და ძალიან გული დამწყდა აი ამ შვიდობა და ომზე, რომ ეს რაღაც გავაცნობიერე, რომ არასდროს არ გათავდება რა. სულ იქნება მეგობრებო ომი. რატომ? ანუ ეს ომი და მშვიდობა არის დუალურ სამყაროში ერთმანეთზე ერთი რაღაც ორი მხარე ერთმანეთზეა გადაბმული რა. ხვდებით ხო? ძალიან საინტერესო ლავეა როგორც. ძალიან დიდი მადლობა. ხო და აი მომავალზე საუბრობდით და ანუ ეს ახალგანზომილებაში, ანუ საშიში არაფერია მეგობრებო. თუ შეგვეშინდა ეს ცუდია, რო გვეშვინია, ანუ ყველა ვიდეო, აი ესეთი რაღაც ვიდეოები როა რა. ყველა ვიდეო რომელიც გაშინებთ მეგობრებო, იმას თქვენთვის კარგი არ უნდა. ყველა, ანუ არ შეგაშინებთ, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა, ის არ შეგაშინებთ. ის ყველაფერს რეალურად მოგიყვებათ და ჭეშმარიტი ინფორმაცია არ არის საშიში. ანუ რეალურად სულიერი არსებები ვართ, მეგობრებო, რის უნდა გვეშინოდეს, ხო? არაფრის არ შეიძლება გვეშინოდეს. რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო? ანუ არ უნდა, მაინც არ უნდა შეგიშინდეთ რა. დუალურობა რა არის ფსიქოლოგიაში და დუალურობა არის ის, რომ აი ეს ფიზიკური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის დუალური. ანუ ყველაფერს აქვს ორი მხარე. ფსიქოლოგიაში დუალურობა გამოიხატება ნახეთ.
აი ძალიან მაგრა გამოიხატება ენდოკრინოლოგიაში, რომ აი ეს ორი ჰორმონი, ნეგატიური ჰორმონი და პოზიტიური ჰორმონი ერთმანეთს ანეიტრალებენ. ხო, თუ ჩდება პოზიტიური ჰორმონები, ბედნიერების ჰორმონებს, რომელსაც ვეძახით, ენდორფინი, დოფამინი, სეროტონინი და ოქსიტოცინი, თუ ამას უშვებთ ჩვენ სისხლში, აი ესენი ანეიტრალებენ კორტიზოლს, ადრენალინს და ნორადრენალინს. ნუ ძირითადად კორტიზოლია ბევრი სისხლში. და ესაა დუალობა. ოღონდ თუ რაღაცის გამო ეს კორტიზოლი სულ გამოიყოფა, დილას რო ვიღვიძეთ, ეგრევე გამოყოფას იწყებს. რაღაცეების პრობლემების გადაჭრა რო გვინდა, ამ პრობლემების გასააზრებლად ეს კორტიზოლი გჭირდება ჩვენ. და აი ქუჩაში რომ მივდივართ, ამ ფრთხილად რომ ვართ, ეს კორტიზოლი გჭირდება, კორტიზოლი იმაშვება. და თუ რაღაცის გამო, ანუ ხო, რაღაცის გამოც არა. თუ არ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენში ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს, ეს 4 ბედნიერების ჰორმონია. და ცხოვრებისეულად რაც გჭირდება ჩვენთვის, რაც აუცილებელია, რაც ადამიანად ანუ რაც კარგია, რაც ადამიანად გვაქცევს და რაც ღმერთთან მიგვაახლოვებს, ეს ზუსტად ისინია რა. ცხოველური რაღაცები სტრესის ჰორმონებს გამოყოფს ჩვენთან. და ცხოველური, ანუ ჩვენი ფიზიკური სხეული ცხოველურია რა. და ეს არის რა, ანუ დუალობა ამაში გამოიხატება. რომ ფიზიკურ სამყაროში დუალობა იმაში გამოიხატება, რომ სულიერად დუალობა არ არსებობს და აქ დუალობა არის კაცი და ქალი ფიზიკურ სამყაროში. ანუ ერთი სულის ორი ნაწილია. თუ გაგივლიათ რომელიმე კურსი, ასე ვთქვათ, პიროვნული ზრდის საქართველოში. მე არანაირი კურსი არ გამივლია, მაგრამ რა კურსაც მე ვასწავლი, ამაზე მაგარი არ მეგულება, პიროვნული არ ვიცი, მაგრამ კურსები ვისაც გაუვლია, იმათთან მისაუბრია და ყველა ვიცი ვის რა კურსებს ატარებს. და რავი, შემიძლია მითხარით და ანუ ეს კურსი არ ვიცი, რა ქვია, პიროვნული ზრდის კურსი არ ვიცი ნამდვილად. პიროვნული ზრდა ქვია ყველა, ესეთ იმას პიროვნული ზრდა ქვია და ანუ პიროვნული ზრდა ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით. და აი ძალიან მაგარია. აი შოთა რუსთაველი მაგას რომ აცნობიერებდა, აი ეს რომ ლეკვილომისაც სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ნუ ვიღაცები იძახიან, რომ ესო გენეტიკაზეაო საუბარიო, რომ ვითომ ერთი გენეტიკის გამგზელებელი, შოთა გენეტიკაზე ისაუბრებდა, ხო, რა სულელია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სულიერად თანასწორია, ყველა თანასწორია. და ჩვენ ქართულ რელიგიაშიც ეს არის. ანუ ქრისტიანობა, მე ეს კომენტარებში დავწერე, ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს ცნობიერება, ეს არის იგივე სიყვარულის ცნობიერება. და ეს იყო ჩვენი ქართული ცნობიერება, ჭეშმარიტი ქართული ცნობიერება და ეს იყო ჭეშმარიტი ქართველობა. ანუ ქართველი ერქვა იმ ადამიანს, ვისაც ეს ცნობიერება ჰქონდა. და ეს არის მეგობრებო, ეს ცნობიერება არის ის, რომ ყველა ვართ ერთი სულის ნაწილები და ყველა უნდა გვიყვარდეს. და ეს გამოიწვევს შემდეგ ურთიერთსიყვარულს და ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები სხვებისთვის უფრო მეტს გააკეთებენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის. და როდესაც ყველა ესეთი იქნება, რა მაგარია, ხო? მეგობრებო, აბა კითხვები თუ გააქვთ, მე მგონი ძალიან კაი შეხვედრა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ ცოტა იშვიათად ჩავატარო ხოლმე შეხვედრები. წინა შეხვედრა თეომ ჩაატარა. თეო ცოტა ხშირად ჩაატარებს ხოლმე.
რა დრო ჩქარა გასულა დრო. მეგობრებო, თუ კითხვები არა გაქვთ დიდი სიყვარულით, დაგემშვიდობებით. მე მგონი საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, ანუ მიხვდით ხო ცნობიერება რა არის, ანუ ეს არის ცნობიერება. მადლობა შორნაგულებისთვის. ეს არის ცნობიერება, ანუ ცნობიერება არის ის რა წარმოადგენაც გვაქვს ჩვენ სამყაროზე. და ანუ ეს არის უმთავრესი, რომ უბრალოდ მეგობრები, უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, უბრალოდ რომ სულიერი არსება ხარ. თუ არ გჯერავთ, ხო? და უბრალოდ დაიწყეთ ფიქრი და დაიჯერებთ, ხო? აი მაგალითად ფულის ცნობიერება რო განავითაროთ თქვენში, ხო? პირველი ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ? უნდა დაიწყოთ ფულზე ფიქრი. ეს ფულზე ფიქრი შემდეგ გამოიწვევს ამ ფულის გრძნობით წადილს. და მე ეს მოიზიდავს რაღაც გეგმებს. და ანუ ყველაფერში ესეა რა, უბრალოდ რაღაცაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ. და ამ ფიქრით ნებისმიერ რამე რაზეც კონცენტრირდებით, იმას ჭვრიტავთ. აი რაღაცა მონაწერია, ძალიან კარგი, თეო ძალიან კარგია, თეო თავისებურად კარგია, თქვენებურად კარგი, დიდწოდნას გვაძლევთ თქვენს პირობოს სიყვარულს გრძნობ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა ელმირა. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. მაშინ ძალიან დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით. და ნუ ეს არის რა, ნუ ჩვენ თავში რომ განვავითაროთ პოზიტიური რაღაცეები, ანუ ეს არის უმთავრესი, ისევ ამით დავამთავრებ, რომ თუ ვიფიქრებთ, რომ სულიერი არსება ვართ, რომ ვართ ღმერთის ნაწილი, ნუ აი ძალიან ბევრ ვიდეოს ნახავთ და ეს არის ჭეშმარიტება. უკვე ძალიან ბევრი გასხიოსნებული ადამიანია, უბრალოდ დაიჯერეთ, უბრალოდ დაიწყეთ ამაზე ფიქრი და ნახეთ როგორ მაგრა შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი. ნახვამდის.